თბილი მოკითხვა ჩემს ერთგულ მაყურებელს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო და ისტორიის მოყვარულებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლიერებით გადაგიხადოთ, მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. ჩემი ახალი YouTube არხი სწორედ თქვენთვის შეიქმნა, მათთვის, ვისაც გულით აინტერესებს სამყაროს საიდუმლოებები, ვინც ეძებს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აცვალებდა კაცობრიობას. დღეს ჩვენი მოგზაურობა იქნება განსაკუთრებული, მასშტაბური და ინფორმაციით დატვირთული. ჩვენ ერთად შემოვივლით დედამიწის ყველა კუთხეს, სადაც კი ადამიანის ხელს ესდიდებული გეომეტრიული ფიგურები, პირამიდები შეუქმნია. მოკალათ დიდ თბილად, მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი სასმელი და დავიწყოთ ეს დაუვიწყარი მოგზაურობა. ეგვიპტე, გიზის პლატო და საუკუნოვანი გამოცანა. ეგვიპტე, ეს არის ქვეყანა, სადაც დრო თითქოს გაჩერდა. პირამიდების ისტორია აქ დაახლოებით 4700 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო საფეხუროვანი ნაგებობები, როგორიცაა ფარაონ ჯოსერის პირამიდა საკარაში. თუმცა ნამდვილი კულმინაცია გიზის პლატოზე მოხდა. ხეოპსის, ხუფუს, გიგანტი. ხეოპსის დიდი პირამიდა არის მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია. წარმოიდგინეთ, მისი მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით 20 წელი. ამ ხნის განმავლობაში მუშებს უნდა დაელაგებინათ 2.300.000-ზე მეტი ქვის ბლოკი. თითოეული ამ ბლოკის წონა მერყეობს 2.5 ტონიდან 70 ტონამდე. დიახ, თქვენ სწორად გაიგონეთ, 70 ტონა. ეს გიგანტური ნაგებობა თავდაპირველად დაფარული იყო კირქვის თეთრი ფილებით, რომლებიც მზის შუქზე ისე ელავდნენ, რომ მათი დანახვა ათეულობით კილომეტრის მოშორებითაც კი იყო შესაძლებელი. მისი სიმაღლე 146 მეტრი იყო, ხოლო ფუძის ფართობი 5.3 ჰექტარს იკავებს. მათემატიკური სიზუსტე, რომლითაც ეს პირამიდაა აგებული, დღესაც აუგნებს ინჟინრებს. მისი გვერდები თითქმის იდეალურად არის ორიენტირებული ქვეყნიერების 4-ვე მხარეს, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. ცდომილება კი გრადუსის მხოლოდ მცირე ნაწილია. ამერიკის კონტინენტი, სისხლი და ვარსკვლავები. გადავინაცვლოთ ოკეანის გაღმა, სადაც მაიას, აცტეკებისა და ინკების ცივილიზაციებმა სრულიად სხვაგვარი არქიტექტურული სასწაულები შექმნეს. ტეოტიუაკანი, ღმერთების ქალაქი. მექსიკის გულში მდებარეობს ტეოტიუაკანი, სადაც აღმართულია მზის პირამიდა და მთვარის პირამიდა. მზის პირამიდა თავისი მოცულობით ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მისი სიმაღლე 75 მეტრს აღწევს, ხოლო მის ქვეშ აღმოჩენილია ხელოვნური გამოქვაბულები და გვირაბები, რომლებიც 100 მეტრის სიგრძისაა. აცტეკებს სჯეროდათ, რომ სწორედ აქ შეიქმნა სამყარო. ჩოლულას დიდი პირამიდა. ბევრმა არ იცის, რომ მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა არა ეგვიპტეში, არამედ მექსიკაში, ჩოლულაში მდებარეობს. ის დღეს მთას ჰგავს, რომლის წვერზეც ეკლესია დგას. მისი ფუძე 450 მეტრია 450-ზე, რაც 4-ჯერ აღემატება ხეოპსის პირამიდის ფუძის ფართობს. მისი მოცულობა დაახლოებით 4.45 მილიონი კუბური მეტრია. სუდანი, შავი ფარაონების მემკვიდრეობა. სუდანში, ძველ ნუბიაში, პირამიდების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ეგვიპტეში. აქ დაახლოებით 250-მდე პირამიდაა აღმოჩენილი. ისინი უფრო ვიწრო და ციცაბოა. მეროეს პირამიდები შენდებოდა 800 წლის განმავლობაში. აქაური ფარაონები, რომლებიც ერთ დროს ეგვიპტესაც მართავდნენ, ამ ნაგებობებში პოულობდნენ საუკუნო სიმშვიდეს. თითოეული პირამიდის წინ მდებარეობდა მცირე ზომის ტაძარი, სადაც რიტუალები სრულდებოდა. ევროპა და აზია, მოულოდნელი აღმოჩენები. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ პირამიდები ევროპაშიც გვხვდება. საბერძნეთში, კერძოდ არგოლისში, არსებობს ელინიკონის პირამიდა, რომელიც ზოგიერთი კვლევის მიხედვით ეგვიპტურებზე ძველიც კი შეიძლება იყოს, თუმცა მისი ზომები გაცილებით მცირეა. ჩინეთში კი, შენსის პროვინციაში, 100 მეტი პირამიდისებრი ნაგებობა, რომლებიც მიწითა და მცენარეულობითაა დაფარული. მათ ჩინურ თეთრ პირამიდებს უწოდებენ. ყველაზე დიდი მათგანი იმპერატორ წინში ხუანის სამარხია, რომლის გარშემოც 8000 მეტი ტერაკოტის ჯარისკაცია განლაგებული, რათა იმპერატორის სული იმ ქვეყნიურ სამყაროშიც დაცული ყოფილიყო. პირამიდების საიდუმლო, როგორ და რატომ? მთავარი კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს, არის როგორ შეძლეს ადამიანებმა 3000 ან 4000 წლის წინ ასეთი სიზუსტით მუშაობა? არსებობს თეორია, რომ ეგვიპტელები იყენებდნენ სველქვიშასა და ციგებს ლოდების გადასატანად, რაც ხახუნს 50%-ით ამცირებდა. თუმცა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ აქ რაღაც უფრო დიდი იმალება, შესაძლოა, ეს იყო ხმოვანი ვიბრაციები ან უცნობი ტექნოლოგიები. ასევე საინტერესოა ასტრონომიული კავშირი. გიზის 3 პირამიდა ზუსტად ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავედის 3 კაშკაშა ვარსკვლავს. ეს არ შეიძლება იყოს დამთხვევა. ეს არის გზავნილი კოსმოსიდან ან კოსმოსისკენ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი დიდი თავგადასავალი აქ სრულდება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ისტორია არის ოკეანე, რომლის ყოველი წვეთი ახალ საიდუმლოს ინახავს.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვრცელი მოგზაურობა პირამიდების სამყაროში თქვენთვის ისეთივე ამაღელებელი იყო, როგორიც ჩემთვის ამ ტექსტის თქვენთვის მომზადება. მინდა გთხოვოთ, რომ თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ ზარის ღილაკს და გახდეთ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ყოველდღიურად იღებს ახალ, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. თქვენი მხარდაჭერა არის ის ძალა, რომელიც მე ახალ ვიდეოებს მაწერინებს. გემშვიდობებით დიდი სიტყვოთი, გისურვებთ დაუღალავ ძიებას და ბევრ სიხარულს ცხოვრებაში. ჯერა რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ჩვენს არხზე.